გამარჯობა, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 6 საათი და ტელეკომპანია დროს ეთერშია გადაცემა სპორტის დრო ლაშა გიორგობიანთან ერთად. ჩვენ დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ ყველასათვის ცნობილი ჟურნალისტი, ჩემი კოლეგა ბატონი თენგიზ პაჭკორია. მოგვიანებით ჩვენ შემოგვიერთდება კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი კახაბ ბასილია. მაშასე ბატონო თენგიზ დავიწყოთ ჩვენი საუბარი. ბატონო თენგიზ, თქვენ რამოდენიმე დღის წინ ძანდებოდით კვიპროსზე, რა სიტყოდით ამ ვოიაჟის შესახებ და იქ ქართველ სპორტსმენებს ხო არ შეხვდით? მოგესალმებით, მე ვესალმებით თქვენ ტელემაყურებლებს. მინდა გისურვოთ წარმატებით თქვენ და თქვენ ტელეარხს. კვიპროსში ჩემი მივლინება რამდენიმეჯერ გადაიდო, როგორც იქნა მივახციე და თავარი მიზანი იყო იქ მოქმედი სპორტსმენებთან შეხვედრა, მათი გაცნობა, მათი წარმატებების თვალხილი და აუცილებლად მინდა გითხრათ პირველ რიგში, რომ აეროპორტიდან დაწყებული ნებისმიერ ადგილასა ჩვენ ვიმყოფებოდით კვიპროსში, ყოველთვის როცა დაგვინახავდნენ ჩვენი ეკიპირებით, ყოველთვის ამბობდნენ ზიტო გიორგია, გაუმარჯოს გიორგია, ზიტო ქეძბაია. თემურ ქეძბაია მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს საქართველოში მის მოღვაწეობას, კვიპროსში არის როგორც ღმერთი. ყველგან, ყველა სფეროში ძალიან ცნობილი და პოპულარული პიროვნება, დიდ პატივსცემენ მას როგორც ფეხბურთელს და ახლა როგორც მწვრთნელს. მე კვიპროსში ყოფნის დროს ვესაუბრე ბატონ თემურ ქეძბაიას, ვიყავი ერთ-ერთ მატჩზე, ის არის ახლა აპოელის მთავარი მწვრთნელი, ნიკოზიის აპოელის. დიახ, ეს გუნდი არის ჩემპიონატის ლიდერი და მე დავესწარი ლიმასოლში შეხვედრას, ადგილობრივი არისის და აპოელის მატჩს, ეს იყო თასის მეოთხე ფინალური მატჩი, აპოელმა გაიმარჯვა ანგარიშით 3-1 და გავიდა ნახევარფინალში. მინდა აღნიშნო, რომ აპოელის ფანები ძალიან ფილად შემხვდნენ მე, მათთან ერთად ვიჯექი ტრიბუნაზე, 1500 კაცი ჩამოვიდა ნიკოზიიდან ლიმასოლში, წარმოიდგინეთ, ყველა მატჩზე, გასვლით მატჩზე აპოელის გუნდს დაახლოებით 1500-დან 3000 კაცამდე. დიახ, მათ შორის არიან მომღერლები, ბიზნესმენები, ახალგაზრდები, სპორტის ვეტერანები და ასე შემდეგ. მატჩის შემდეგ უკვე ვიყავი პრესკონფერენციაზე, თემურ ქეძბაიას პრესკონფერენციაზე და მან ხუმრობით აღნიშნა, რომ რადგანაც მე უკვე შევისწავლე რამდენიმე სიტყვა თემადება ბერძნულად, შეგიძლია დარჩე საბერძნეთში და მოიკითხა საქართველოს დეტალურად აინტერესებდა რა ხდებოდა ქართულ სპორტში, ვისთან ვაპირებ შეხვედრას კვიპროსში, რომელ სპორტსმენებთან და შემომთავაზა დახმარება, მე უარი უთხარი, უსურვე წარმატებები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს საქართველოში თემურ ქეძბაიას უცნელობას საქართველოს ნაკრების თავადი წევრის პოზზე, მიუხედავად ამისა, მინდა აღნიშნო, რომ ძალიან დიდი პოპულარობის სარგებლობს ის საბერძნეთში და განსაკუთრებით კვიპროსში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველგან სადაც ქუჩაში, სტადიონზე, კალათბურთის თამაშზე ვიყავით აპოელის და ეტას და იქაც ყველგან იგრძნობა თემურ ქეძბაიას დიდი ავტორიტეტი კვიპროსზე და საბერძნეთში. ამის გარდა შეხვდი ლიმასოლში ცხოვრებ საკმაოდ ცნობილ ვეტერან კალათბურთელს, უკვე ასე შეიძლება ითქვა, ბათუმის მკვიდრს ნიკა ჩხატარაშვილს. ის თავის დროზე თამაშობდა ბათუმის ბასკოში, თბილისის დინამოში, ავიამშენში, იყო საქართველოს 4-გზის ჩემპიონი, იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი და გამოდიოდა სხვადასხვა ტურნირებზე, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე. 2006-დან 12 წლამდე ნიკო ჩხატარაშვილი გამოდიოდა კვიპროსის გუნდებში, ენადის გუნდში და მე რამდენიმე თვე იყო ომონიის რიგებში. ტრამვის გამო და ოჯახური პირობების გამო მან მიატოვა ადრე სპორტი, ამჟამად ცხოვრობს თავის ოჯახთან, მეუღლესთან და 3 შვილთან ლიმასოლში. მასთან ერთად დავესწარი მატჩს ნიკოზიაში და ვიგრძენი რამხელა დიდი ავტორიტეტის სარგებლობს ნიკო ჩხატარაშვილი კვიპროსში საკალათბურთო წრეებში. დიახ, ახლა ჩვენი ტელემაყურებელი, ძვირფასი ტელემაყურებელი ხედავს ამ
ფოტოებს ბატონო თენგის, ბატონი თემურ ქეცბაიასი და ასე შემდეგ ჩვენი ქართველი სპორტსმენების. ბატონო თენგის, სხვა ქართველ სპორტსმენებზე რა სიტყვით? აი, ხო არ შეყვეთ თქვენ? დიახ, გეტყვით რომ არაოფიციალური მონაცემებით კვიპროსზე ცხოვრობს დაახლოებით 3000 ქართველი. აქედან როგორც მე მითხრე საელჩოში, საქართველოს საელჩოში 600 კაცი არის საქართველოს მოქალაქე. ხო, საქართველოს მოქალაქე, დანარჩენი არიან სხვა ქვეყნების მოქალაქეები. პლუს დაახლოებით როგორც მე მითხრეს 10000-მდე საქართველოს კვიდრის ცხოვრობს კვიპროსზე ბერძნები, ეროვნებით ბერძნები, რომლებიც აქედან წავიდნენ 90-იან წლებში. ნიკოზიაში მოქმედებს ქართული სათვისტომო ძალა ერთობაშია, მისი დამაარსებელი და ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი არის ბატონი მებლუტ ყაფლანიშვილი. მინდა დიდი მადლობა უთხრა ბატონ მებლუტს, რომელმაც რომელიც დიდ საქმეს აკეთებს კვიპროსზე ქართველების კონსოლიდაციისთვის, ენის, კულტურის შენარჩუნებისთვის. დიდი დახმარება გამიწია მან და გამაცნო კვიპროსზე ცხოვრებენ კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი. მინდა აღნიშნო, რომ ამ სათვისტომოსთან, ქართულ სათვისტომოსთან ძალა ერთობაშია მოქმედებს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი იმედი. 2007 წელს დაარსდა ეს ანსამბლი, თვითონ სათვისტომო დაარსდა 2006 წელს. ანსამბლი იმედის მხატვრული ხელმძღვანელია ქალბატონი თამარ გელაშვილი. ეს ანსამბლი გამოდის კვიპროსზე სხვადასხვა ფესტივალებზე, კონკურსებზე, ღონისძიებებზე, რომელიც დაკავშირებული არა მარტო საქართველოსთან, არამედ კვიპროსის დღესასწაულებთან. მინდა აღნიშნო, რომ ბატონმა მებლუტმა გამოცნო ძალიან საინტერესო სპორტული ოჯახი ნიკოზიაში, ეს არის ბალარჯიშვილების ოჯახი. 13 წლის გიორგი ბალარჯიშვილი, თქვენ ხედავთ ალბათ კადრებზე, არის საბერძნეთის და კვიპროსის მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში და სამბოში. აღიარეს გიორგი ბალარჯიშვილი აღიარეს საუკეთესო სპორტსმენი ბავშვებს შორის. მინდა აღნიშნო, მამამისი გია არის ნიკოზის ერთ-ერთი სპორტ კლუბის მწვრთნელი და მისი მეორე შვილი, ქალბატონი მეორე შვილი გოგონა მარიამ ბალარჯიშვილი, კვიპროსის ვიცე-ჩემპიონი ძიუდოში 15 წლამდე ასაკს შორის და ახლა მიატოვა ალბათ სწავლას გაყვავილ 17 წლის სტუდენტია მარიამ ბალარჯიშვილი. კიდევ ერთი საინტერესო სპორტსმენი გავიცანი კვიპროსში, ქართველი, ეს არის ლევან რევაზიშვილი, 17 წლის ლევან რევაზიშვილი. ის არის კვიპროსის ვიცე-ჩემპიონი მაიტაუში, ეს არის ტაილანდური კრივი, ტაისკი ბოქს, როგორც ითქვია ტაილანდური. შარშან სხვათაშორის კვიპროსზე ერთ-ერთი ტურნირზე გამარჯვების შემდეგ ლევან რევაზიშვილმა ასია საქართველოს დროშა. ბევრი კითხავს მე რა ის კვიპროსში ცხოვრობს, მან ეს ჟესტი გააკეთა საქართველოს სიყვარულით და ყველას დაანახა, რომ ის არის ქართველი კვიპროს პატივსაცემს უყვარს კვიპროსი, მაგრამ როდესაც ქართულ დროშას მაღლა აღმართავს, ეს ყოველთვის ასახაროა ჩვენთვის. ლევან რევაზიშვილი დაბადებულია საქართველოში 98 წელს, 2001 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს ნიკოზიაში და ამ თვეში ლევან რევაზიშვილი უნდა გამოვიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდება ტაილანდში. დედამისი ინა პეტრიაშვილი იყო საქართველოს ჩემპიონი ჩოგბურში ბავშვებს შორის 85 წელს. მისი დაც არის სპორტსმენი თამარ რევაზიშვილი და მისი პატარა ძმა ნიკო ისიც სპორტის არის გატაცებული ჯანსაღი ცხოვრება. დიახ. და ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა, კიდევ არიან სპორტსმენები, ყველას მონახულება ვერ მოხერხდა. უმეტესწილად ესენი წარმოაჩენენ საქართველოს ასეთი ხალხი, სპორტსმენების შემოქმედებითი ხალხი და ეს ანსამბლი იმედი, რომელიც მოქმედებს სათვისტომო ძალა ერთობაში, ამ სათვისტომოსთან მოქმედებს ანსამბლი, ისინი წარმოაჩენენ საქართველოს და კიდევ რომ არ დამავიწყდეს. ნიკოზიაში მოქმედ ქართულ სათვისტომო ძალა ერთობაში, ამ სათვისტომოსთან არის კიდევ ქართული საკვირაო სკოლა. იქ ცხოვრები ქართველი ბავშვები დადიან, ყველა არა, მაგრამ უმეტესობა ვისაც შეუძლია, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, დადის ამ საკვირაო სკოლაში და ეს სათვისტომო აკეთებს ძალიან დიდ საქმეს იმ კუთხით, რომ ახდენს საქართველოს ისტორიის, კულტურის და ენის პოპულარიზაციას ქართველებში კვიპროსზე. ბატონო თენგის, თქვენ აი გულშემატკივრებმა როგორ მიგიღეს, როგორ დაგხვდათ
მინდა გიცვაიას გუნდის რა ძალიან თბილი მიღება იყო არა მარტო აპოელის ფანებისგან, არამედ სხვა გუნდების ფანებისგან, ძალიან უყვართ პატიცემენ საქართველოს და დამავიწყდა კიდევ მინდა ვახსენო ერთი გვარი. ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა ნორჩი ფეხბურთელი ნიკო ლომინაძე, რომელიც ცხოვრობს ნიკოზიაში. ის არის თბილისში დაბადებული, აქ ვარჯიშობდა ავაზის გუნდში. მერე მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ლისაბონში და ბენფიკის აკადემიაში იყო. 14 წლის არის, გახდება უფრო ზუსტად. აპრილში მერე გადავიდნენ კვიპროსზე, იქ იყო არსენალის აკადემიაში. ამჟამად ნიკო ლომინაძე თამაშობს კვიპროსის ერთ-ერთ საუკეთესო ბავშვთა საფეხბურთო კლუბში, კერავნოში, რომელიც თამაშობს უმაღლეს ლიგაში. და მინდა უსურვო მას და ყველა ქართველ სპორტსმენებს, ვინც არიან კვიპროსზე წარმატებები. რაც შეეხება თქვენ კითხვას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან თბილი, ძალიან მეგობრული დახვედრა იყო და სხვათა შორის კვიპროსელებს ძალიან კარგად ესმით საქართველოს ერთიანობის თემა, იმიტომ რომ თვითონ კვიპროსს აწუხებს ეს თემა, იცით, კვიპროსის ტერიტორიის ნაწილი არის ოფიციალურად ეს აღიარებულია მსოფლიოს ოკუპაციის ქვეშ და კვიპროსელებიც ცდილობენ გაერთიანონ თავისი ქვეყანა მშვიდობიანი გზით, როგორც საქართველოს ცდილობს გაერთიანოს საქართველო და ამ თემას ძალიან დიდი ყურადღებით უყურებენ კვიპროსზე და როცა დაგვინახავდნენ ჩვენი ეკიპირებით, დიდ სიმპათიებს გამოხატავდნენ და ყოველთვის დიდი მოკითხები და პატივისცემით საქართველოს მიმართ. ბატონო თენგიზ, თქვენი სამომავლო გეგმები როგორი არის? კიდევ ხო არ ეწვევით უცხოეთს? აი ეს საინტერესო იქნება ტელემაყურებლისთვის. რას გეგმავთ? მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბევრჯერ მიხსენებია ეს, მაგრამ თქვენთან პირველად 2012 წლიდან ყველა საერთაშორისო შეჯიბრებაზე ევროპის ჩემპიონატი იქნება, მსოფლიო ჩემპიონატი, ტურნირი ან ფესტივალი კალათბურთში, ფეხბურთში, მუსიკალური და სხვა დონის ფესტივალები ყოველთვის წავდგები იქ ამ ეკიპირებით და ამით ვაფიქსირებ ჩვენ გულისკივილს, რომ სოხუმი არის საქართველოს გიგულისება მთელი აფხაზეთი და ცხინვალიც. არა მარტო ვაფიქსირებ ამ ეკიპირებით და ბანერებით, არამედ ვაშუქებ იმ მოვლენებს, პლუს თვითონ ეს ფაქტი იწვევს დიდ ინტერესს იქაურ კოლეგებს შორის. დაახლოებით 15 ქვეყნის მასმედიას მივეცი ამ 4 წლის განმავლობაში ინტერვიუები სატელევიზიო ან საგაზეთო ან საინტერნეტ რესურსების მიხედვით, სადაც აღწერილია ჩვენი ქვეყნის ეს პრობლემა, ერთიანობის პრობლემა. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ არა მარტო გაეროს რეზოლუციებით, არა მარტო ევროკავშირის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიხედვით სოხუმი არის საქართველო, არამედ ჩვენს გულებში არის საქართველო და ამას ვაფიქსირებ. თითოეული ქართველის გულებში არის სოხუმი. არა მარტო საქართველო, არამედ ყველა იმ სხვადასხვა ეროვნების მოქალაქის, ვინც არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მკვიდრი. და რაც შეეხება მომავლის გეგმებს, მე წინასწარ არ ვიყვას ამაზე საუბარი, როცა მექნება ამის საშუალება, ჩემი მეგობრების და კოლეგების მეშვეობით აუცილებლად შეგატყობინებ და ინფორმაციასაც მოგაცდით. დიდი მადლობა ბატონო თენგიზ სტუდიაში მობრძანებისთვის. თქვენ კი ტელემაყურებლებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ ქართული სპორტის აქტიური გულშემატკივარი ბატონი თენგიზ პაჭკორია, სოხუმელი ჟურნალისტი. კარგად გრძელდება. დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, როგორც უკვე მოგახსენეთ,